მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მადლობა ყველას, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ძალიან მსიამოვნებს თითოეული თქვენი კომენტარი. მე ვიგებ, რამდენად სასარგებლოა ჩემი გაშლები თქვენთვის და ეს მე კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაგანებივროთ ახალი გაშლებით. აქედან გამომდინარე, მე თქვენ თხოვნებს ვითვალისწინებ და დღესაც მინდა ჩემი ერთ-ერთი აქტიური მაყურებლის თხოვნა გავითვალისწინო და თემა იქნება მისგან შემოთავაზებული ბედისგან გამოგზავნილი ადამიანი თქვენთვის, ვინ არის ეს ადამიანი ან ვინ იქნება. თუმცა მეგობრებო, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ბედის და გარეძალების გარეშე. გეტყვით, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ ცხოვრებაში შემოდის, გარკვეული მისიითაა ეს ადამიანი შემოსული ჩვენს ცხოვრებაში. ეს იქნება კარგი რეზულტატით თუ უარყოფითით. თითოეული ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემოდის იმისთვის, რომ განვითარდეთ და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. ისინი ჩვენ გვატარებენ იმ გაკვეთილებს, რომლებიც უნდა გავიაროთ, რათა მივიდეთ იმ მწვერვალამდე, რომელიც ჩვენი სულის ევოლუციისთვის არის საჭირო. მაგრამ ნახოთ, ბედისგან გამოგზავნილი ადამიანი თქვენთვის. მოდი ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის. ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის? თქვენ ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? თქვენ ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? რისთვის შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? რა მისიით შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ვნახოთ, თქვენ რა მისია გაკისრიათ მის ცხოვრებაში? ვნახოთ, თქვენი მისია მის ცხოვრებაში. როგორი ურთიერთობა გექნებათ? მოდი ვნახოთ. რა ურთიერთობა გაქვთ? ან გექნებათ? და ვნახოთ რეზულტატი, რა იქნება თქვენი ურთიერთობის რეზულტატი და მე აუცილებლად ამოვიღებ რჩევას თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. მაშ ასე, ვნახოთ, ვინაა ეს ადამიანი თქვენთვის. ეს ადამიანი ნამდვილად ბედისგან არის გამოგზავნილი. მაშინ თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თქვენ უნდა გამოსულიყავით რაღაც სიტუაციიდან, კონკრეტული სიტუაციიდან, როდესაც არც თუ ისე კარგად იყავით. ეს ადამიანი გახლავთ საკმაოდ ძლიერი ადამიანი, რომლის სიტყვას გადაწყვეტილებას ძალა აქვს. ეს ადამიანი საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანია, ძალიან ბევრი რამე აქვს გადატანილი და სწორედ ცხოვრებისეული გამოცდილების გამო ეს ადამიანი ცოტა მკაცრი ხასიათისაა, ძალიან მიზანდასახულია და შეიძლება ეს ადამიანი იყოს სტრუქტურის წარმომადგენელი,
შინაგან ძალებში მუშაობდეს, თავდაცვის ძალებში მუშაობდეს, სტრუქტურაში შეიძლება იყოს პროფესიით ჯარისკაცი ან იყოს თავდაცვაში, შეიძლება იყოს პოლიციელი, სამხედრო პირი, თუმცა ეს ყველასთვის არ იქნება, იცით რომ საჯარო გაშლა, მაგრამ ეს ადამიანი არის საკმაოდ გამოცდილი, საკმაოდ აღიარებული გარშემომყოფების მიერ აღიარებული და მის ძალას, მის სიტყვას საკმაოდ დიდი ძალა აქვს და ძალიან დიდი გავლენის და ავტორიტეტის მატარებელია თავის გარშემომყოფებში. და როგორც გითხარით, ეს ადამიანი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა. შეიძლება ისეთ პერიოდში, როდესაც მთლად კარგად არ იყავით და შეხვდით მას სადმე თავშეყრის ადგილზე, შეიძლება სამეგობრო წრეში შეხვდით ერთმანეთს, შეიძლება პიკნიკზე, შეიძლება სუფრაზე სადმე ან მეგობრების სამხიარულო წრეში. კარგით. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ქალბატონი, რომელსაც თქვენ საკმაოდ ბევრი რამ გაქვთ გადატანილი, ძალიან დიდი გზა გაქვთ, გამოცდილება გაქვთ, თუმცა მეგობრებო, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით თქვენს ასაკთან შედარებით და ახლა შეიძლება ცოტა კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ აი ამ მამაკაცთან, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. თუ აქ არ ხართ ურთიერთობაში და არ გაქვთ ჩაფიქრებული ადამიანი და ელოდებით უბრალოდ და გაინტერესებთ ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც შემოვა თქვენს რეალობაში, ეს ადამიანი იქნება საკმაოდ ქარიზმატული, საკმაოდ მომხიბვლელი და შეიძლება ცოტა რაღაც არასასიამოვნო სიტუაციით მოხდეს თქვენს რეალობაში, რაღაც მოხდეს თავიდან თქვენ შორის რაღაც ენერგიებში, მოხდეს სხვადასხვაობა, შეიძლება წაკამათდეთ პირველ ხანებში ან არ მოგეწონოთ თავიდან ერთმანეთი, თუმცა თქვენი შეხედულება შეიცვლება მისი გაცნობის შემდეგ. ეს იმათთვის, ვისაც ახლა არ ჩაგიფიქრებიათ და არ ყავთ ბედით თქვენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანი. მოდი ვნახოთ, რისთვის შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ან რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რა მისია აქვს ამ ადამიანს. მე თქვენ გითხარით, რომ თქვენ რაღაც გულის ტკენა გქონდათ ცხოვრებაში და საკმაოდ დეპრესიულ სიტუაციაში იყავით, როდესაც ეს ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და სწორედ იმ დროს თქვენ უკვე ძალებს იკრებდით, თითქოს იარების მოშუშების პროცესში იყავით, როდესაც ეს ადამიანი შემოვიდა. მოირგეთ ყველამ თქვენ სიტუაციაზე. თუ არ ყავთ ახლა პარტნიორი, მაშინ ეს ადამიანი შემოვა იმ დროს თქვენს ცხოვრებაში, როდესაც უკვე აი ჩავლილი იქნება აი ეს ნეგატიური პროცესები თქვენს ცხოვრებაში და იქნებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს ძალებს იკრებთ, პაუზაზე ხართ ურთიერთობიდან გასული და ცდილობთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ ნეგატიური სიტუაციიდან. ეს ადამიანი რისთვის შემოდის თქვენს ცხოვრებაში? მეგობრებო, ეს ადამიანი შემოდის თქვენთან იმისთვის, რომ თქვენ მიაღწიოთ თქვენ ცხოვრებისეულ წარმატებას. ეს ადამიანი იმისთვის შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომ თუ თქვენ ახლა არ გაქვთ თქვენი საქმე,
თქვენი საყვარელი საქმით არ ხართ დაკავებული, გაპოვნინოთ თქვენი თავი და მიგაღწევინოთ აი იმ წარმატებას, რაზეც ოდესღაც ოცნებობდით. ეს ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ თქვენ ამოქმედდეთ. თქვენ რისთვის შედიხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ან რა მისია გაქვთ ამ ადამიანის ცხოვრებაში? თქვენ მეგობრებო, თქვენი გამჭრიახი გონებით, თქვენი მიზანდასახულობით, რეალურად რაც თქვენ გაქვთ, იჯაჭვებთ აი ამ ადამიანს და თქვენი ხასიათიდან გამომდინარე ამ ადამიანს თითქოს უქმნით კომფორტს, აი დიდ კომფორტს, მაგრამ ორივე ხართ ძალიან გამჭრიახი ადამიანი, ორივე გონებით რო ფიქრობს, აი ისეთი ადამიანები ხართ და არა გულით, გადაწყვეტილებას როდესაც იღებთ გონებით და თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში შეგაქვთ ყველანაირი სიუხვე, რაც ამ ადამიანს აკლდა, გრძნობები, ემოციები, თუნდაც ფინანსური სტაბილურობა, რადგან თქვენი ენერგიით ამ ადამიანს აძლიერებთ და აძლევთ სტიმულს, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს პროფესიული კუთხით. როგორი ურთიერთობა გაქვთ და გექნებათ? თითქოს აქ ორივეს გიწევთ მუშაობა თქვენი საქმისთვის, შეიძლება ორივე ჩართული ხართ თქვენს პროფესიულ განვითარებაში და აქ გაქვთ რისთვის თქვენ რისთვის შედიხართ, ეს ნახეთ და როგორი ურთიერთობა გექნებათ. მუდმივად გიწევთ შრომა ორივეს, მუდმივად გიწევთ ამ ურთიერთობაში თანაბარი, უფრო სწორად უნდა თანაბრად იყოთ, თანაბრად უნდა იშრომოთ აი ამ ურთიერთობის განვითარებისთვის. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ სხვა გზით წასვლა, თუ თქვენ აქ თქვენი ერთობა არ შედგა. მეგობრებო, აქ აუცილებელია თქვენც და ეს ადამიანიც იყოთ პროფესიულად საკმაოდ განვითარებადი ადამიანები ხართ, მაგრამ აუცილებლად საჭიროა ერთმანეთის საქმეს პატივისცეთ, ერთმანეთის აი შრომის მოყვარეობა დააფასოთ და აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობა, მაგრამ თუ ერთ-ერთი თქვენგანი პრეტენზიებით წამოვა, რომ აი შენ მხოლოდ საქმე გაინტერესებს და თითქოს მე მეორე ხარისხოვანი ვარ, აი ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენ შორის მოხდეს უთანხმოება, ამიტომ აუცილებელია რომ პატივისცეთ ერთმანეთის პროფესიონალიზმს, ერთმანეთის მიზნებს, გეგმებს და დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს. რეზულტატი რა იქნება ამ შემთხვევაში? მეგობრებო, არ გამოვრიცხავ ზოგიერთი თქვენგანის ცხოვრებაში შანსი მოგეცეთ, რომ შექმნათ ოჯახი, თანაც საუკეთესო ოჯახი, სადაც იქნება სიყვარული, სიუხვე, პატივისცემა. აქ თქვენ იმპერატრიცით მევლინებით და მე მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის ნამდვილად ხართ ისეთი ქალი, რომელსაც ინატრებდა ყველა მამაკაც და ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ სასურველი ქალი, რომლისგან შვილებსაც ინატრებდა და რომელიც იქნებოდა მისი ცხოვრების თანამგზავრი.
მეგობრებო, აქ თუ თქვენ ემოციურად გაუწონასწორებელი ხართ ახლა, ტარო გირჩევთ, რომ თქვენ დაფიქრდეთ აი ამ ყველაფერზე და დაკავდეთ პირველ რიგში თქვენი საქმით. შეიძლება ახლა რა საქმესაც თქვენ აკეთებთ, ეს თქვენთვის თითქოს ისეთი შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ. აქ ტარო გირჩევთ, რომ თქვენ გაქვთ შანსი დაკავდეთ აი იმ საქმით, რომელიც ემოციურ სტაბილურობას და სისავსეს მოგიტანთ და მერე თქვენს პირად ურთიერთობაშიც შეიძლება ძალიან ბევრი რამ უკეთესობისაკენ. ნახეთ მეგობრებო, როდესაც თქვენ ხართ რეალიზებული და კარგად გრძნობთ თავს, ეს ემჩნევა პარტნიორულ ურთიერთობასაც. აქ ტარო გეუბნებათ, რომ თქვენ გაქვთ შანსი, რომ იმპერატრიცად წარმოაჩინოთ თქვენი თავი. და აქ თქვენ ჩაფიქრებული მამაკაცი საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში, საკმაოდ მიზანდასახულია და სხვანაირი ადამიანი ამ ადამიანის გვერდით, სხვანაირი ქალი ვერ იქნება ამ ადამიანის გვერდით. კიდევ ერთხელ ახლა მანარათი ვიკითხოთ. ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ბედი გიგზავნით თქვენ? ვინ არის ის ადამიანი? ეს ადამიანი, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საჯარო გაშლა და ყველასთვის იქნება სხვა და სხვა, ამიტომ თქვენი ვარიანტი აიღეთ და თქვენი სიტუაცია მოირგეთ აქ. ნახეთ აქ როგორ არის. ეს ადამიანი შეიძლება, როგორც გითხარით, ძალიან ცნობადია, ძალიან წარმატებულია, ძალიან გავლენიანია და ასევე შეიძლება რაღაც მომენტში თავისი კანონები გქონდეს ამ ადამიანს, თავისი ადგილი აქვს საზოგადოებაში და რაღაც თავის დოგმები აქვს და თქვენ შეიძლება ეს დოგმები არ მოგწონდეთ. მაგრამ თუ თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ, შეიძლება ზოგიერთისთვის ეს იყოს თქვენი მასწავლებელი, შეიძლება იყოს უფროსი სამსახურში. თუ ახლა არ არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაშინ გეტყვით, რომ ეს ადამიანი შური ახლოს, გადევნებთ თვალყურს და ეს ადამიანი მალე გამოჩნდება თქვენს რეალობაში. თუმცა მგონია, რომ აქ ისეთი ადამიანია, რომ თითქოს თქვენ გიწევთ აქტიურობა ურთიერთობის სხვა დონეზე გადასასვლელად. რეალურად თქვენ აქტიურობთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ თითქოს. ვინ არის ეს ადამიანი კიდევ? ძალიან მშრომელი ადამიანია მეგობრებო და როგორც აღვნიშნე, ძალიან ტრადიციული ადამიანი და შეიძლება თქვენ ცოტა ეს ტრადიციულობა მისი და ეს დოგმები არ მოგწონდეთ და ხანდახან გიფიქრიათ, რომ ხომ არ წახვიდეთ ურთიერთობიდან თუ ურთიერთობაში იმყოფებით. თუ არ იმყოფებით ურთიერთობაში და ჯერჯერობით არ არის ეს მამაკაცი თქვენს რეალობაში გამოჩენილი, ეს ადამიანი იქნება საკმაოდ სტაბილური, მშრომელი და საკმაოდ ესეთი მეოჯახი ადამიანი, რომლისთვისაც პრიორიტეტია ოჯახური ღირებულებები. ზოგიერთი თქვენგანისგან, ახლა მოვიდა ინფორმაცია, ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება იყოს სამკუთხედი და სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი
სოციალურ ნორმებს, აი დოგმებს ანგარიშს უწევს და გარშემომყოფებს ანგარიშს უწევს, სწორედ ამიტომ შეიძლება ვერ გადადის თქვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე, რადგან მას ყავს ოჯახი და სამკუთხედია და მას არ სურს აფიშირება სახალხოდ და თქვენი აღიარება არ შეუძლია, რადგან იმ ფენას ეკუთვნის, იმ სოციალურ ფენას ეკუთვნის, სადაც ოჯახი პრიორიტეტია. რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, აი თქვენ რაღაცას მგონია რომ ეს ადამიანი შეიძლება რაღაცას მალავდეს და სულ მალე შეიტყობთ. შეიძლება მალავდეს იმ თქვენთან არსებულ გრძნობებს, თქვენს მიმართ არსებულ გრძნობებს მალავდეს. შეიძლება მეგობრებო, აქ მალავდეს იმას, რომ თქვენს მიმართ აქვს გრძნობები, მალავდეს თავის სურვილებს თქვენს მიმართ და სულ მალე აქ თითქოს ტარო გირჩევთ, რომ პატარა აქტიურობა თქვენგან არ იქნება ურიგო, ოღონდ ეს უნდა იყოს კორექტული ძალიან. თუმცა როგორც სათაურიდან აღვნიშნე, ეს ადამიანი ნამდვილად ბედით არის თქვენს ცხოვრებაში და ეს ადამიანი შემოდის იმისთვის, რომ თქვენი თავი იპოვოთ, თქვენი ადგილი გამონთავისუფლდეს სამყაროში, როგორც იმპერატრიცა, თქვენ ადგილი დაიკავოთ იმპერატრიცის, თქვენ ნამდვილად გაქვთ ის პოტენციალი, რომ თქვენ იყოთ რეალიზებული, წარმატებული, შემდგარი, ულამაზესი და ყველასთვის სასურველი და მისაბაძი ქალბატონი და ეს ადამიანი გაგატარებთ აი ამ გაკვეთილს თქვენ ნამდვილად და მიგიყვანთ აი იმ რეზულტატამდე, რომ თქვენი ადგილი სამყაროში დაიმკვიდროთ როგორც იმპერატრიცა. მადლობა ძვირფასებო, იმედია ჩემი საყვარელი მაყურებლის მოთხოვნა და თხოვნა დავაკმაყოფილე და მე გელით კომენტარებში მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით დროებით.